ისინი მილიონობით მოდიან, უგრძნობი, გამანადგურებელი. მზად არიან გაანადგურონ ნებისმიერი რუსი ჯარისკაცი, რომელსაც უბედურება აქვს მათ გზაზე შეხდეს. პუტინი იცნობს მათ და ეშინია. მისი ჯარისკაცები სიკვდილამდე შეშინებულები არიან მთელ საბრძოლო ველზე, რადგან უკრაინა უშვებს ომის დამამთავრებელ როის, რომელიც შეუჩერებელი ძალა იქნება. რუსეთის წინახაზები ივსება იარაღით, რომელსაც პუტინის ხელქვეითები ძალიან კარგად იცნობენ, FPV დრონებით. მტერი ამას იგრძნობს, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, როდესაც მან სიტყვით მიმართა უკრაინის მეიარაღეთა დღეს 13 აპრილს. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინა გადაიქცა ერთ-ერთ მთავარ ძალად იარაღის შემქმნელად და ამ განვითარებას მთავარი ბიძგი მისცა მილიონობით FPV დრონმა, რომელსაც ახლა უკრაინა აწარმოებს. მათ საფუძველი ჩაუყარეს ყველაფერს, რასაც ახლა უკრაინა აკეთებს. გადამჭერი დრონები, შორმანძილზე მოქმედი რაკეტიანი დრონ ჰიბრიდები და რობოტული სისტემები, რომლებსაც უკრაინა ასევე ავითარებს. ყველაფერი ეს შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ პუტინის შეჭრამ ქვეყანა აიძულა FPV დრონებში ექსპერტიზა განევითარებინა. რუსეთმა მონსტრი შექმნა და ეს მონსტრი ბრძოლის ველზე პუტინის ძალებს ცოცხლად ჭამს. უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობები წელიწადში მილიონობით FPV დრონს აღწევს, დაიგრღვინა ზელენსკიმ. უკრაინის დრონები ახლა ისტორიულ მანძილებს გადიან, ხოლო მოქმედი რეკორდი 1750 კილომეტრი, ანუ 1087 მილი ერთ დარტყმაზე. სავარაუდოდ მალე დაირღვევა, რადგან ფლამინგო, ნეპტუნი, რუტა და სხვა მოდელები განაგრძობენ განვითარებას. მაგრამ ერთადერთი ადგილი, სადაც მილიონობით უკრაინული დრონის ეფექტი ყველაზე მეტად იგრძნობა, ფრონტის ხაზია. ამას ციფრებიც ამტკიცებს. როდესაც უკრაინის თავდაცვის ინდუსტრია კვლავ და კვლავ ვითარდება, შედეგები ჩანს იმ რეკორდულ დანაკარგებში, რომელსაც რუსეთი განგანიცდის. ალ-ჯაზირას მიხედვით მარტის თვეში უკრაინამ მხოლოდ 25341 დადასტურებული დანაკარგი დაითვალა, სადაც რუსი დაღუპულებისა და დაჭრილების 96%-ზე უპილოტო აპარატები იყო პასუხისმგებელი. ეს დანაკარგების მაჩვენებელი 29%-ით მაღალი იყო ვიდრე თებერვალში, რაც იმდენად დიდი რიცხვია, რომ რუსეთს მარტის 3 დამატებითი დღეც კი ვერ გაამართლებს. შეადარეთ 2026 წლის პირველი 3 თვე გასულ წელს და ნახავთ ნამდვილ რეკორდულ მაჩვენებლებს. ამჟამად რუსეთი ყოველ უკრაინის დაპყრობილ კვადრატულ კილომეტრზე 316 დანაკარგს განიცდის. გასულ წელს ეს რიცხვი 120 დანაკარგი იყო. რუსი ჯარისკაცების თითქმის 3-ჯერ მეტი რაოდენობა იღუპება იგივე რაოდენობის ტერიტორიისთვის. და სწორედ ის მილიონობით დრონი, რომელსაც უკრაინა აწარმოებს, იწვევს ზიანის ლომის წილს. პროცენტული მაჩვენებლები წყაროზეა დამოკიდებული და განსხვავდება. ზელენსკი თავად ამბობს, რომ დრონები ახლა რუსეთის დანაკარგების დაახლოებით 90%-ზე არიან პასუხისმგებელნი, რაც დაახლოებით ემთხვევა ალ-ჯაზირას მტკიცებებს. წინა ხაზზე უკრაინის 421 ცალკეული უპილოტო საჰაერო სისტემების ბატალიონის მეთაური ილია მაშინა ამ მაჩვენებელს 80%-თან უფრო ახლოს ასახელებს. მაგრამ პროცენტულ მაჩვენებელზე კამათის მიუხედავად, მთავარი გზავნილი, რომელიც პუტინს უნდა შეასმინონ, ნათელია. უკრაინის დრონების რევოლუცია ანადგურებს რუსეთს. ცაში არსებული საშინელებები მხოლოდ უფრო ძლიერები და ქმედუნარიანი გახდებიან. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა უკრაინის თავდაცვის სექტორის სწრაფი ზრდის შედეგად, რაც უბრალოდ არ მოხდებოდა, რომ არა პუტინის იმპერიული სურვილები, რომლებმაც გადაფარეს ის ლოგიკა, რაც ოდესღაც გააჩნდა. უკრაინა უკვე საკმაოდ ცნობილი იარაღის ექსპორტიორიდან წარმოებელი იყო. კიევ-პოსტის მიხედვით 2016 წელს უკრაინა იარაღის ექსპორტით მსოფლიოში მე-10 ადგილზე იყო, თუმცა ის მხოლოდ 522 მილიონი დოლარის გაყიდვებს შეადგენდა. ეს რიცხვი თქვენს საბანკო ანგარიშზე კარგად გამოჩნდებოდა, მაგრამ ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ მილიარდებს, რასაც რუსეთი და აშშ იარაღის გაყიდვებიდან იღებენ. გარდა ამისა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ პერიოდში უკრაინის ექსპორტის დიდი ნაწილი საბჭოთა ეპოქის აღჭურვილობას წარმოადგენდა, რომელიც მათ შეაკეთეს და შემდეგ გაყიდეს. ახლა ყველაფერი ბევრად განსხვავებულია. მილიონობით დრონი, რომელსაც უკრაინა ყოველწლიურად აწარმოებს, არა მხოლოდ ანადგურებს რუს ჯარისკაცებსა და ტექნიკას, არამედ წარმოადგენს საფუძველს, რომელზეც მთელი თავდაცვის ინდუსტრია შენდება. ინდუსტრია, რომელიც ყურადღებას იპყრობს მთელი ევროპისგან და ბოლო დროს ახლო აღმოსავლეთისგანაც, რადგან უკრაინის გამოცდილება საჰაერო და სახმელეთო რობოტიკაში უკვე იზიდავს ისეთ ინვესტიციებს, რომლითაც დრონების წარმოება მილიონებიდან 10 მილიონამდე შეიძლება გაიზარდოს. მალე დავბრუნდებით უკრაინის იარაღის ინდუსტრიის წარმოუდგენელი აღმავლობის თემაზე. საბოლოო ჯამში ეს არის მიზეზი იმ მასშტაბური ცვლილებებისა, რასაც ახლა ბრძოლის ველზე ვხედავთ. მაგრამ ჯერ მოდით ყურადღება გავამახვილოთ უკრაინის FPV დრონებზე. მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკი მილიონების რაოდენობაზე საუბრისას უკრაინის ყველა დრონს გულისხმობს, FPV დრონები წარმოადგენს იმ ძირითადი ნაწილს, რასაც უკრაინა აწარმოებს. ისინი ასევე იქცნენ დაუძლებელ ძალად, რომელსაც რუსეთის ჯარისკაცები უბრალოდ ვერ უმკლავდებიან. და რომ ავხსნათ რატო, მოდით წამით წარმოვიდგინოთ თავი რუსი ჯარისკაცის ადგილზე. ტელეგრაფის ბრძნვალე რეპორტაჟის დახმარებით, რომელიც ზუსტად აღწერს, რას გრძნობ, როცა უკრაინის FPV დრონს ბრძოლის ველზე ხვდები. ცდილობ ფრთხილად გადაადგილდე ბრძოლის ველის ნანგრევებსა და დამწვარი მცენარეულობის შორის. ორივე არის ნიშანი იმისა, რაც ხდება თითქოს არასდროს დასრულებულ ომში. პოულობ თავშესაფარს დაიმალები. ზემოდან სუსტი ბზუილი ისმის. გარეთ გახედვისას ხედავ, რომ დრონები ზემოდან ტრიალებენ.
არიცი, ესენი დამანგრეველი FPV დრონებია თუ სადაზვერო დრონები, რომლებიც FPV დრონებს შენს პოზიციაზე გამოიძახებენ. ყველაფერი რაც იცი, ისაა რომ უნდა დაბრუნდეს სამალავში, რათა დრონებში ჩამონტაჟებულმა კამერებმა არ დაგინახო. თუმცა ამას მნიშვნელობა არ ექნება. შენთვის უცნობია რომ FPV დრონები მხოლოდ საშიც რაებს არ ართხამენ. ისინი მაღალი ბალახისა და თხიანი ადგილების შუაგულში იმალებიან და ელოდებიან, როდის გაბედავს რომელიმე რუსი ჯარისკაცი წინ წასვლას, რომ მაშინვე დაესხან თავს. FPV დრონები ასევე შენობებში დაფრინავენ, რადგან მათი პატარა ზომა საშუალებას აძლევს ღია ფანჯრებსა და ნაპრალებში გაიფრინონ. საბოლოოდ, სწორედ ეს დრონებია, რომლებიც კიპოვიან. რამდენიც არ უნდა ეცადო დამალვას, უკრაინის უზარმაზარი რაოდენობის FPV დრონები ქვეყანას საშუალებას აძლევს ყველგან მოძებნოს მტერი იმ ვრცელ სასიკვდილო ზონებში, რომლებიც თალაც შექმნა. ისმენდი ზუზუნის გაძლიერებას, როცა დრონები ეძებდნენ დანგრეულ შენობას, სადაც თავშესაფარი იპოვე. იმ დროისთვის, როცა ზუზუნი მძლავრ-ხმაურიან კაკაფონიად გადაიქცა, გაქცევა უკვე ძალიან გვიანი იყო. დრონმა დაგარტყა. ომიდან გამოთიშული ხარ. და კიდევ ბევრია ასეთი მფრინავი საშინელება, რომლებიც შენს თანამებრძოლებს ელოდება. ეს ბედი იზიარეს ათასობით რუსმა ჯარისკაცმა, რომლებსაც უკრაინამ შექმნილ უზარმაზარ სასიკვდილო ზონებში შესვლა უბრძანეს. ფრონტის ხაზებს მიღმა ათეულობით კილომეტრზე გადაჭიმულ ამ სასიკვდილო ზონებში უკრაინა იტენებს იარაღის ნაზავს, რომელიც შექმნილია რუსული წინსვლის შესანელებლად, ჯარისკაცების артиლერიის ჩასაფრებისთვის განსაზღვრულ ადგილებში მიყვანისა და საბოლოოდ რუსული შეტევების განადგურებისთვის. მანამ სანამ ისინი რეალურად დაიწყებენ. სანგრები და ეგრეთ წოდებული დრაკონის კბილები ავსებს ამ სასიკვდილო ზონებს, რაც ტანკებსა და ჯავშან ტექნიკას გზაზე აჩერებს. მავთულხლათების რგოლები ერთმანეთის მიყოლებით არის გაბმული, რაც რუს ჯარისკაცებს აიძულებს ნელა იმოძრაონ, რომ არ დაიჭრა. მაგრამ ყველაფრის საფუძველშია FPV დრონები, რომლებიც ასობითაა გაშვებული და მუდმივად აკვირდებიან. სწორედ ეს დრონებია, რომლებიც თხრილებში გაჭედილ ტანკებზე ეშვებიან. FPV დრონები ხშირად ის ბოლო რამაა, რასაც რუსი ჯარისკაცი ხედავს, როცა ცდილობს ნელა გაჭრას მავთულხლართები. და ეს ყველაფერი იმ ფაქტორის დამსახურებაა, რომ უკრაინას ახლა შეუძლია მილიონობით ასეთი დრონის შექმნა, რაც საშუალებას აძლევს, რომ ეს სასიკვდილო ზონები საერთოდ არსებობდეს. FPV დრონების გარეშე ეს სასიკვდილო ზონები უფრო ტრადიციულ თავდაცვებს დაემსგავსებოდა, როგორიც ბევრ სახმელეთო ომში იყო ამ დროამდე. თხრილები და მავთულხლართები ახალი არაფერია. ეს არის თავდაცვითი საშუალებები, რომლებიც გამოიყენებოდა მას შემდეგ, რაც ტანკები არსებობს. დრონები დამატებითი კომპონენტია. ისინი იმდენად ეფექტურია არა მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინა FPV დრონების ტექნოლოგიის ოსტატი გახდა, არამედ იმიტომაც, რომ მან იპოვა გზა მასშტაბურად აწარმოოს ეს დრონები. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მის ტერიტორიას ესხმის თავს, უკრაინამ შექმნა იარაღის წარმოების ინდუსტრია, რომელიც მთელი მსოფლიოს შურის საგნად იქცა. მაგრამ სანამ ამ თემას უფრო დეტალურად განვიხილავთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ეს ვიდეო თქვენთვის სასარგებლოა, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, რათა არ გამოტოვოთ ჩვენი ახალი ვიდეოები. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინა მილიონობით დრონს აწარმოებს, ზელენსკიმ გითხრა. ახლა კითხვა ისაა, როგორ გადაიქცა უკრაინის თავდაცვის ინდუსტრია, რომელიც ადრე თითქმის მთლიანად დამოკიდებული იყო შეკეთებული საბჭოთა ტექნიკის გაყიდვაზე, იმ გიგანტად, რაც დღეს არის. უკრაინის დრონების განვითარების პროცესების მომწიფებას ამ ყველაფერში დიდი როლი აქვს. ომის დასაწყისში უკრაინის დრონების მწარმოებლები ორგანიზებულები არ იყვნენ. მათ ტრადიციული გაგებით მწარმოებლებიც კი ძლივს შეიძლება ეწოდოთ. ხშირად მწარმოებელი იყო IT ინჟინერი, რომელიც სახლში კომერციულად ხელმისაწვდომ დრონებს აწყობდა და საბრძოლო მანქანებად აქცევდა. ან ჩირემევდა, ან მცირე მოხალისეთა კოლექტივი, რომლებიც ერთად იკრიბებოდნენ, რათა უკრაინის საჭიროებებისთვის დრონების წარმოება დაეწყოთ. ლაზარის ჯგუფი ამ თითნაკეთის საწესი მიდგომის იდეალური მაგალითია. ეხლა როცა ეს ჯგუფი უკრაინის სამხედრო ძალებში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დრონულ დანაყოფად იქცა, იგი დაარსა ყოფილმა უკრაინელმა ტელეპროდიუსერმა, რომელსაც ჰქონდა ფინანსები და სურვილი დრონების განვითარებისთვის. მოხალისეებთან ერთად მუშაობით, სწორედ ეს გააკეთა პროდიუსერმა. ეხლა ეს პროდიუსერი პავლო ელიზაროვი, უკრაინის საჰაერო ძალების მოადგილე მეთაური. ასეთი აღმასვლა იმ გზას იმეორებს, რომელიც უკრაინის დრონების ინდუსტრიამ და მთლიანობაში მისმა თავდაცვის სექტორმაც გაიარა. ბოლო 4 წლის განმავლობაში ვიხილეთ, როგორ გადაიქცნენ უკრაინის დრონების მწარმოებლები სარდაფებში დამალული, არაორგანიზებული ოპერაციებიდან სრულფასოვან ბიზნესებად, რომლებიც არა მხოლოდ ომში უკრაინას უპირატესობას აძლევენ, არამედ სავარაუდოდ უკრაინის ომის შემდგომი ეკონომიკის საძირკველიც გახდებიან. უკრაინელი დრონების მწარმოებლები ახლა უკვე NASDAQ-ზე არიან ჩამოთვლილი, როგორც ეს ხდება ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Swarmer-თან დაკავშირებით. სხვა მწარმოებლები მოლაპარაკებებს აწარმოებენ კომპანიებთან აშშ-ში და ევროპაში, რაც უზრუნველყოფს აუცილებელ ინვესტიციებს, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს გაზარდონ წარმოების მოცულობა და შეიმუშაონ FPV დრონების შემდეგი თაობები, რომლებიც ჯოჯოხეთს დაატეხენ რუს ჯარისკაცებს უკრაინაში. მხოლოდ ციფრები გვიჩვენებს, რამდენად დიდი როლი ითამაშეს დრონებმა უკრაინის თავდაცვის სექტორის გაფართოებაში. მანამდე სანამ პუტინმა 2022 წელს თავისი შეჭრა დაიწყო, უკრაინის თავდაცვის სექტორი დაფინანსების ნაკლებობას განიცდიდა და მოძველებული აღჭურვილობის გაყიდვაზე იყო დამოკიდებული. მაგრამ მას შემდეგ მისი ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. კიევის ეკონომიკის სკოლის მიხედვით, უკრაინის თავდაცვის სექტორის ღირებულება ახლა 6.8 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც 6 ჯერ აღემატება მის 2021 წლის ღირებულებას. უკრაინაში დაახლოებით 1200 კერძო თავდაცვის კომპანია, რომლებიც ერთად 50 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის წარმოების შესაძლებლობას ფლობენ, იმ შემთხვევაში თუ შესაბამის ინვესტიციას მოიზიდავენ.
უკრაინამ 4 წელიწადში 50 მილიარდი დოლარის ინდუსტრია შექმნა, მაშინ როცა მის გარშემო ბომბები ცვივა. ამ ყველაფრის გულში დრონებია. უკრაინის დრონების წარმოების სისტემატიზაციის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი Brave One სისტემის დანერგვა. 2023 წლის აპრილში დანერგილი და მთლიანად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Brave One საშუალებას აძლევს უკრაინის მთავრობას გრანტები გასცეს დრონების შემქმნელებსა და სხვა იარაღის მწარმოებლებს. ათეულობით მილიონი დოლარი იქნა ინვესტირებული ამ პროგრამის მეშვეობით. ყველაფერი იმ მიზნით, რომ უკრაინის დრონების შემქმნელებს დაეხმარონ ბიზნესის შექმნაში და არა სარდაფის დონის საქმიანობაში. ადრე ნახსენების ფორმერი Brave One-ის მრავალი ბენეფიციარიდან ერთ-ერთი იყო. ამ NASDAQ-ზე ჩამოთვლილმა კომპანიამ წინსვლა Brave One-ის $48,000 ინვესტიციის წყალობით შეძლო, რამაც კომპანიას მისცა საშუალება გაზრდილიყო იმ მასშტაბამდე, რასაც დღეს ვხედავთ. დღეს უკვე ვხედავთ, რომ უფრო ტრადიციული ბიზნეს მექანიზმები წამყვანი ხდება, რაც შესაძლებელს ხდის იმ ტიპის დრონების წარმოებას, რომელზეც ზელენსკი საუბრობს. პატარა კომპანიები ერთიანდებიან უფრო დიდ დრონების მწარმოებლებში, რის შედეგადაც უკრაინის საერთო დრონების წარმოების დაახლოებით 80%-ს რამდენიმე მსხვილი კომპანია უზრუნველყოფს, რომლებიც გაიზარდნენ იმიტომ, რომ უკრაინამ დაინახა FPV დრონებისა და სხვა უპილოტო აპარატების ღირებულება. ომში ინვესტიციამ უკრაინის დრონების ინდუსტრია დიდ ბიზნესად აქცია. კიდევ ერთხელ ციფრები ყველაფერს აჩვენებს. Kiev Independent-ის მიხედვით უკრაინამ 2025 წელს 4.5 მილიონი დრონი აწარმოა. 2 წლით ადრე კი ეს ციფრები ბევრად ნაკლები იყო. 2023 წელს მხოლოდ 300,000 დრონი იყო წარმოებული. საინტერესოა, რომ ეს იგივე რაოდენობაა დრონების, რომლის წარმოებასაც ASHS-ო მომდევნო 2 წელიწადში აპირებს. რა თქმა უნდა, ამერიკა ბევრად უფრო განვითარებულ შეიარაღებაზე ხარჯავს ფულს, ვიდრე უკრაინა აწარმოებს. მაგრამ დაუშვათ, უკრაინა ჩათრეულია ომში, სადაც დრონები ბევრ ხარჯთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხია. დაუშვათ, ომი ისეთ ქვეყანასთან როგორიცაა ირანი, რომელიც იაფფასიან შაჰიდის დრონებს იყენებს ობიექტებზე თავდასხმისთვის. უეცრად 300,000 დრონი 2 წელიწადში უმნიშვნელო გამოუმნიშვნელოდ გამოიყურება და ჩნდება სივცერომე, რომელიც შეიძლება შეივსოს უკრაინელი დრონების მწარმოებლებით, რომლებიც თავიანთ პროდუქტს ASHS-ოს სამხედროებს მიყიდიან. ასეთი ტიპის გარიგებები იქნება მიზეზი, რატომაც უკრაინის შესაძლებლობა წელიწადში მილიონობით დრონის წარმოება იმდენად გადამწყვეტი იქნება ომის შემდგომ პერიოდში, როდესაც ქვეყანა ეკონომიკას აღადგენს. უკრაინამ თავისი FPV დრონებით სახმელეთო ომის წესები შეცვალა და დანარჩენი მსოფლიო უკრაინულ ტექნოლოგიას შეიძენს, როცა ეს ტექნოლოგია აღარ იქნება საჭირო რუსეთისგან თავდასაცავად. მაგრამ მოდით ერთი წუთით ისევ ბრძოლის ველს დაუბრუნდეთ. სხვა ქვეყნებისთვის დრონების გაყიდვა მეორე ხარისხოვანია უკრაინისთვის, ვიდრე ამჟამად სადაო ტერიტორიების დრონებით დატბორვა. და ის, რასაც ქვეყნის შიდა თავდაცვითი ინდუსტრიის ზრდა უზრუნველყოფს, არის ის, რომ უკრაინა ნაკლებად დამოკიდებული ხდება სხვა ქვეყნებზე თავისი თავდაცვისთვის, ვიდრე ომის განმავლობაში რუსეთის წინააღმდეგ ოდესმე ყოფილა. კიდევ ერთხელ ჩვენ ვიხილეთ უზარმაზარი პროგრესის შეჭრის პირველ თვეებიდან დღემდე. როდესაც პუტინმა პირველად გაგზავნა ჯარები უკრაინაში, სწორედ უკრაინის მამაცმა თავდაპირველმა თავდაცვამ დააბრუნა რუსეთის ძალები უკან და განსაზღვრა ის საბრძოლო ხაზები, რომლებიც მას შემდეგ ვიხილეთ. თუმცა თავდაცვა უნდა შენარჩუნებულიყო. წლების განმავლობაში უკრაინა რომ გადარჩა და ბრძოლაში დარჩა, ამის მიზეზი იყო სამხედრო დახმარება, რომელსაც სხვა ქვეყნებისგან იღებდა. ეს დახმარება რა თქმა უნდა კვლავაც გრძელდება. კილის ინსტიტუტის უკრაინის მხარდაჭერის ტრეკერის მიხედვით, უკრაინამ ბოლო 4 წლის განმავლობაში ASHS-სა და ევროპისგან დაახლოებით 316.7 მილიარდი ევრო, ანუ ოდნავ მეტი ვიდრე 373 მილიარდი დოლარი მიიღო, გამოყოფილი დახმარების სახით. ეს ძალიან დიდი თანხაა და ის უკრაინისთვის აუცილებელი იყო. ამ დახმარების მნიშვნელობა ისაა, რომ უკრაინა ზოგჯერ იძულებული იყო დაეცვა მისი მოკავშირეების მიერ დაწესებული იარაღის გამოყენების წესები. ამის რამდენიმე მაგალითი 2025 წელს ვიხილეთ. ამ წელს ASHS-მ შეწყვიტა უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და დაზვერვის მიწოდება, თუმცა ორივე მოგვიანებით აღდგა. ამერიკამ ასევე შექმნა ახალი დამტკიცების მეთოდი, ათაკომების რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებისთვის, რაც ფაქტობრივად უკრაინისთვის ამ რაკეტის გამოყენებას ბლოკავდა. უკრაინამ მას შემდეგ კვლავ დაიწყო ათაკომების გამოყენება, მაგრამ ფაქტი რჩება, რომ უცხოურ დახმარებაზე დამოკიდებულება იმასაც ნიშნავდა, რომ უკრაინას ხშირად არასტაბილურ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მოუწევდა ადაპტირება. გადავიდეთ 2026 წელზე და უკრაინის შიდა თავდაცვის სექტორი იმდენად გაფართოვდა, რომ ახლა უკრაინის თავდაცვის შესყიდვების სააგენტოს მიერ შეძენილი იარაღის, აღჭურვილობისა და ამუნიციის 82%-ს თავად უკრაინა აწვის. მხოლოდ 1 წლით ადრე ეს პროცენტი 46% იყო, რაც ნიშნავს, რომ უკრაინის სამხედრო ძალებისთვის შეძენილი იარაღის უმეტესობა უცხოელი პარტნიორებისგან მოდიოდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ თებერვალში განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან უკრაინის წარმოების შესაძლებლობები 50-ჯერ გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ადგილობრივი თავდაცვის ინდუსტრია უკრაინის სამხედრო ძალების საჭიროებების 50%-ზე მეტ საკმაყოფილებს. ეს არის თვითკმარობისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც პუტინი არასდროს ელოდა და გულწრფელად რომ ვთქვათ, არც მოხდებოდა, რომ რუსეთი მართლაც ის ყოლის მძლე ძალა ყოფილიყო უკრაინაში, როგორცაც პუტინი ცდილობს წარმოაჩინოს. ასე რომ, როდესაც ზელენსკი საუბრობს უკრაინაში ყოველწლიურად მილიონობით დრონის წარმოებაზე, ის მხოლოდ იმ გავლენაზე არ საუბრობს, რასაც ეს დრონები ბრძოლის ველზე ახდენენ. ათასობით რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია უკრაინის ადგილობრივი წარმოების იარაღით შეიძლება ყველა სათაურში ხდებოდეს, მაგრამ სინამდვილეში მნიშვნელოვანია ყველაფერი ის, რაც უკრაინას ამ წერტილამდე მიიყვანა. უკრაინა სულ უფრო მეტად ხდება თვითკმარი, რაშიც დრონებს დიდი წვლილი მიუძღვით.
უკრაინის დრონები ასევე აყენებს ქვეყანას ისეთ პოზიციაში, რომ ომის შემდეგ მას შეიძლება იარაღის გაყიდვებიდან მილიარდობით დოლარის მიღება. დღეს კი ქვეყანას აძლევს საშუალებას გააფორმოს თავდაცვის შეთანხმებები და დასავლეთიდან მილიონობით დოლარი მოიზიდოს, რაც ყველაფერ ამას ეხმარება პუტინის ძალების წინააღმდეგ თავდაცვაში. მილიონობით დრონი მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ ყოველთვე 10,000-ობით რუსი იღუპება. ეს ნიშნავს უფრო ნათელ მომავალს უკრაინისთვის, როდესაც მისი ომი რუსეთთან დასრულდება. ეხლა შესაძლებელია თუ არა მეტი გაკეთდეს უკრაინის დრონების წარმოების გასაზრდელად. რა თქმა უნდა, აქ ძალიან მარტივი ლოგიკაა. რაც უფრო მეტ ფულს მიიღებს უკრაინა, იქნება ეს პარტნიორებისგან პირდაპირი შესყიდვები, გრანტები, სესხები თუ სამხედრო დახმარება, მით უფრო გაძლიერდება მისი დრონების წარმოების სექტორი. უკვე ვხედავთ ამ სექტორში წარმოების მუდმივ ზრდას. 2023 წელს უკრაინამ 300,000 დრონი აწარმოა, ხოლო 2025 წელს, როგორც უკვე ვთქვით, ეს რიცხვი 4.5 მილიონამდე გაიზარდა. ქვეყნის 2026 წლის მიზანი კიდევ უფრო ამბიციურია. Euromaidan პრესის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სერჰაი ბოევმა ნატოს ოპერაციული ძალების განვითარების ჩარვით არის ჩარჩოს აცნობა, რომ უკრაინა 2026 წელს 7 მილიონი დრონის წარმოების მიზანს ისახავს. ეს რიცხვი შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი იყოს. 2025 წლის ივნისში უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა რუსტემ ამიროვმა განაცხადა, რომ ქვეყნის მიზნობრივმა ინვესტიციამ დრონების წარმოებაში უკრაინას ყოველწლიურად 10 მილიონი დრონის წარმოების შესაძლებლობა მისცა. ასე რომ 2026 წელს 7 მილიონი დრონის წარმოება შეიძლება 2.5 მილიონით მეტი იყოს წინა წელს წარმოებულ რაოდენობაზე, მაგრამ ეს მაინც 3 მილიონით ნაკლებია იმ შესაძლებლობაზე, რაც უკრაინას თითქმის 1 წლის წინ ჰქონდა. და ვინ იცის, შეიძლება ეს შესაძლებლობა კიდევ უფრო გაზრდილიყო, რადგან უკრაინამ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩადო ქვეყნის ოდესღაც დანაწევრებული დრონების მწარმოებელი კომპანიების გაერთიანებაში. აქ მთავარი სათქმელი მარტივია. უკრაინა უკვე იმ მდგომარეობაშია, რომ საკუთარი წარმოების მილიონობით FPV დრონით წინა ხაზები დაფაროს. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაკადი უკვე 1000-ობით აღჭობს პუტინის ძალებს, ის შეიძლება ნამდვილ ცუნამად გადაიქცეს. უკრაინას მხოლოდ მეტი დრო და ფული სჭირდება. თუ ორივეს მიიღებს, დრონების რევოლუცია, რომელიც უკრაინამ დაიწყო, მთელი ერის გადამრჩენი იქნება როგორც ომის დროს, ისე მომდევნო წლებში. ამ ვიდეოში ჩვენ ძირითადად FPV დრონებზე ვამახვილებთ ყურადღებას, მაგრამ უკრაინას ბევრად მეტი აქვს შესთავაზებელი. ამჟამად უკრაინა უშვებს ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ დრონებს, რომლებიც რუსული ელექტრონული ომის აღჭურვილობას გვერდსულიან და ქვეყნის ლოგისტიკასა და მნიშვნელოვან ტექნიკას ზურგში ანადგურებენ. სანამ FPV დრონები რუსეთის ჯარისკაცებს ფრონტზე ანადგურებენ, მარსიანი მათ ზურგში ასწორებს ანგარიშს და ამის შესახებ ყველაფერს ჩვენს ვიდეოში გაიგებთ. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show, რომ ნახოთ ჩვენი სხვა მასალები და ანალიზი ზელენსკის ბოლო განცხადებებზე. მადლობა როგორც ყოველთვის რომ გვიყურებთ.